ეს უმეტესობა მარიცის და არც ეს ვიდეოა ყველასთვის. წინა ვიდეოში განვიხილეთ სენსორების გავლენა წვაზე, კონკრეტულად კი map და map სენსორები, მაგრამ რა ხდება, როცა ისინი დაბინძურებულია ან წყობრიდანაა გამოსული. როგორც წინა ვიდეოში შეგპირდით, დღეს ვისაუბრებთ ჟანგბადის სენსორზე, იგივე ლამბდა სენსორზე. ჟანგბადის სენსორი ზის გამონაბოლქვის სისტემის მხარეს და თუ კი map სენსორი იგივე ვოздухამერი პასუხისმგებელია ჰაერის შესვლის ინფორმაციაზე. ლამბდა სენსორი პასუხისმგებელია გამონაბოლქვის ხარისხის კონტროლზე. ის ადგენს გამონაბოლქვში ჟანგბადის ოდენობას რეალურ დროში და ატყობინებს კომპიუტერს. საწვავის და ჰერის ნაზავი მდიდარია თუ ჯანმრთელი ჟანგბადით, რომ კომპიუტერმა სწორი თანაფარდობით შეაფრქვიოს საწვავის სისტემაში ჯანმრთელი და ეფექტური ალებისთვის. თუ map სენსორი რაღაც მიზეზით აღარ მუშაობს, ძრავი იწყებს ბრმად მუშაობას. ზუსტად ამ დროს ხდება ძრავისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლამბდა სენსორი. ის ხდება ერთადერთი და მთავარი დამბალანსებელი ძრავის მუშაობაში. მაგრამ რა ხდება თუ ორივე სენსორი დაბინძურდა ან დაზიანდა? თქვენი ძრავი დაწვავს ძალიან ბევრს, ექნება უხეში ნეიტრალური მუშაობა. მოხდება აცდენილი აფეთქებები და შეიძლება კატალიზატორიც დაიცვას, რადგან კომპიუტერს აღარ შეუძლია აღარაფრის კორექცია. ეს რომ თავიდან ავირიდოთ, ჟანგბადის იგივე ლამბდა სენსორი რეკომენდირებულია გავწმინდოთ ყოველ 30-დან 50,000 კილომეტრში. ადვილად მოსახსნელად შეგვიძლია WD-40-ის გამოყენება, ხოლო მისი წმენდა მხოლოდ თავისი სპეციალური ჟანგბადის სენსორის საწმენდით. ალტერნატივად შეიძლება ბენზინში დალბობა ან კარბურატორის საწმენდით გაწმენდა. მისი გახეხვა არ შეიძლება და ძირითადი სამუშაო უნდა შეასრულოს საწმენდმა. ბოლოს შეიძლება ტილოთი გაწმენდა. გამოიწერე არხი და მიიღე მეტი სასარგებლო ინფორმაცია და რჩევები.